დღეს გორში ფსიქოლოგ თემურ სამხარაძის წიგნის ნაკვალევის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ავტორი აღნიშნავს, გამოცემა წარმოადგენს თვითგანვითარების დღიურს და ფსიქოლოგიურ გზამკვლევს, რომელიც ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დღეს 14 ივნისს შედგა ჩემი წიგნის პირველი წიგნის პრეზენტაცია ამარაჩეულებრივ ადგილზე, საპატიო გორელების დარბაზში, რაც ჩემთვის დიდი პატივია. წიგნზე მუშაობდი დაახლოებით 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. წიგნი თავიდან ბოლომდე არის ფსიქოთერაპიული, თავისი სავარჯიშოებით, აქტივობებით და ემსახურება მისი პატრონის, მისი მეპატრონის ცხოვრების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩემი წიგნის სახელწოდება არის ესეთი თვითგანვითარების დღიური ნაკვალევი, რადგან მე მჯერავს, რომ ყველა ადამიანი კვალს ტოვებს, თავის განსაკუთრებულ კვალს ტოვებს ამ დედამიწაზე და საჭირო ჩავთვალე ამ სახელის აღება ჩემი წიგნისთვის, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია და ადამიანს სახელიდანვე დააფიქრებს. თემური წიგნი ნაკვალევი საუკეთესოა ფსიქოლოგიაში საერთოდ, მე ასე ვთვლი. მას კიდევ აქვს სხვა წიგნი გამოსაშვები, ის ეხება ოჯახს. თემურის შემოქმედებას მე ასევე უწოდებ, იმიტომ რომ მე მას ბავშვობიდან ვიცნობ და ყოველთვის იყო მიზანსწრაფული ადამიანი და ისეთ საკითხებს ეხება ამ წიგნში, რომელიც თვითონ გამოუვლია, თვითონ გაუტარებია და შედეგებსაც საკმაოდ კარგს მიიღებს. მე უსურვებ თემურის კიდევ მრავალი წარმატებული წიგნი შეექმნას და იმ წიგნის ოჯახის შესახებ კიდევ თუ კი იქნება პრეზენტაცია, აუცილებლად თუ კი შეძლებს ამ წიგნის გამოსვლას და კარგი იქნება, რომ ეს ნაკვალევი თითქმის ყველა ადამიანმა შეიცინოს. თემურ სამხარაძის თქმით, წიგნის სახელწოდება სიმბოლურად უკავშირდება ადამიანის პიროვნულ გამოცდილებასა და შიდა სამყაროში დატოვებულ ნაკვალევს, რომელიც თითოეულ ადამიანში უნიკალური ფორმით იკვეთება.